აი აქ არის ეს დატოვებული დერეფანი, რომ მანქანებმა იარონ სატყეო საქმიანობისთვის, მაგრამ ცხადია ხა წყალი არ ამბობს, რომ ეს მანქანის გზა და მან არ გავივლი, ხო? ანუ წყალმა ნახած წარიელი სივრცე გაიარა. 12 ივლისს იყო ინტენსიური წვიმა, რამაც საშუალება მისცა მდინარე თელავის ხევს, რომ ეს ამდენი დაგროვებული მასალა წამოეყო თელავისკენ, თუმცა აქ მას შეხვდა სამი წინაღობა, ეგრეთ წოდებული ხერხეული ძის დამბები, რომელმაც ახლა რაც ქვედა დამბა ვნახეთ, მაგალითად ჩვენ დრონით ისიც, იმიტომ რომ მისასვლელი გზაც დაზიანებულია, ქვედა დამბაზე, ანუ მესამეზე გამოიკვეთა ის, რომ ამ დამბამ იმუშავა. თუმცა რაც ჩანს არის ისიც, რომ ნაკადის ნაწილმა ამ დამბას გვერდი აუარა და ეს მოსაოდნელიც იყო, იმიტომ რომ ძალიან უცნაურია ერთი მხრივ ხეობას კეტავ დამბით და მეორე მხრივ სამანქანე გზა არის დატოვებული. ეს ეთყობა 70-იან წლებში ააშენეს, იმქედან ასეთი დიზაინით არის ჩაფიქრებული, იქედან გამომდინარე, რომ ეს გზა საჭიროა სატყეო საქმიანობისთვის ალბათ. ორ შემთხვევაში ნაკადმაც იპოვა ეს გზა და ნაწილმა გვერდი შემოუარა. თელავის უნივერსიტეტიდან თელავის მერიამდე მონაკვეთი, მან არის ორი ქუჩა, ეს არის ბახტრიონის და ჩოხელის ქუჩები. ამ ზონაში როგორც ჩვენ ვნახეთ, ნაკადი არ გადმოსულა არხიდან, მაგრამ იმის გამო, რომ უკვე იყო დაზიანებული ფსკერი, ან სტიქიისას დაზიანდა ამ არხის ფსკერი, ამან იმუშავა როგორც ტრამპლინი და ნაკადი ახერხებდა წყლის ამოსხმას კალაპოტზე. და ამან გამოიწვია ამ ორი ქუჩის და მათ ქვემოთ მდებარე ტერიტორიების მცირედი დატბორვა. მთავარი სტიქია დაიწყო კავკასიონის ქუჩაზე, ქუჩის შუაში, სადაც ესეთი სურათი იკვეთება, რომ უეცრად დაიწყო ნაკადმა გადმოსვლა არხიდან. აი რის გამო მოხდა ეს, როცა ზედა კილომეტრ ნახევარი თითქმის უპრობლემოდი არა ნაკადმა და არ გადმოსულა და მაინც იმ წერტილში დაიწყო გადმოსვლა, ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ქონდეს. ძალიან კარგია, რომ სვერპლი არ იყო ახლა, მაგრამ უნდა ვთქვათ, სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ყოველთვის ასეთი იღბლიანები ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ ძალიან მარტივად შეიძლება ამაზე დიდი სტიქია მოხდეს თელავში. პირველ რიგში რაც აუცილებელია, მუდმივად უნდა იწმინდებოდეს ეს არხები, არა მარტო იწმინდებოდეს, არამედ შეკეთებაც უნდა მიდიოდეს, რომ მისი ფსკერი და კედლები იყოს ერთიანი საფეხურების გარეშე და არხში არ უნდა იყოს მცენარეულობა, მით უმეტეს ხეები. რაც არ უნდა გააკეთო, თელავში შეიძლება სტიქია მაინც მოხდეს, ანუ თელავში შეიძლება წყალი მაინც მიაღვარი, ნაკადი მაინც გადმოვიდეს კალაპოტიდან. აქედან გამომდინარე, გამოსავალი არის პირველ რიგში ზედ არხზე დაშენებული შენობების დემონტაჟი, არხის ნაპირებზე დაშენებული შენობების დემონტაჟი, რომ თვითონ ის ადამიანები გადაარჩინონ, ვინც იმ შენობებში საქმიანობენ, ან ცხოვრობენ, ან არ ვიცი რა შვები. ხოლო მეორე რიგში ეს უნდა იყოს პროგნოზზე დაფუძნებული ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელიც წინასწარ იძლევა პროგნოზს, რომ თუ რაღაც ასე გაგრძელდა, ეს გამოიწვევს სტიქიას ამაღამმა, არა ვიცი, დილამდე. და მოდი ცოტა ხანი გავაკეთოთ ევაკუაცია ამ რაღაცა 2-3 უბნის. და საბოლოო ჯამში ინფრასტრუქტურა დაზიანდება, მაგრამ სიცოცხლე გადარჩება.